გამარჯობა, მე ვარ დინა და თქვენ უყურებთ Billboard საქართველოს. Billboard-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი ამერიკული მუსიკალური გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამოდის, მათ შორის საქართველოში. მეკითხვაში ორჯერ გიყვებით ქართულ და უცხოურ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელზეც Billboard საქართველოს ჟურნალისტები მუშაობენ. Taylor Swift-ის ახალმა ნამუშევარმა Spotify-ის ისტორიაში წინასწარი შენახვების რეკორდი მოხსნა. აქამდე ეს მაჩვენებელი Taylor Swift-ის 2024 წლის ალბომს The Tortured Poets Department-ს ჰქონდა. ინფორმაცია სტრიმინგ პლატფორმა ოფიციალურ Instagram-სა და X-ზე ავრცელებს. Spotify-ზე Taylor Swift-ის ლიდერ პოზიციაზე ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში მუსიკოსმა მრავალი რეკორდი მოხსნა. მათ შორის 2024 წელს გახდა პლატფორმის ყველაზე ხშირად მოსმენადი შემსრულებელი 26.6 მილიარდზე მეტი გლობალური სტრიმით. Taylor Swift-მა მასშტაბური ერასტორის დასრულებიდან 8 თვის შემდეგ 12 აგვისტოს ალბომ The Life of a Showgirl-ის გამოსვლა მოულოდნელად პოდკასტში New Hate-ში დაანონსა. პოდკასტს მისი პარტნიორი Travis Kelce და Travis-ის ძმა Jason Kelce უძღვებიან. Taylor Swift-მა გადაცემის teaser ვიდეოში ალბომის სათაური გაამხილა, რომელიც პოდკასტის სრული ეპიზოდის გამოქვეყნებამდე გავრცელდა. The Life of a Showgirl Swift-ის მე-12 სტუდიური ალბომია, რომელიც 3 ოქტომბერს გამოვა და 12 კომპოზიციას მოიცავს. ქართული ალტერნატიული სცენის ერთ-ერთი საინტერესო ბენდი Sexy Bicycle ახალი ვიდეოკლიპით დაბრუნდა. ჯგუფმა 30 აგვისტოს გამოაქვეყნა კლიპი კომპოზიციაზე When 6 is 9. სიმღერა პირველი სინგლია Sexy Bicycle-ის ცოტა ხნის წინ გამოცემული ალბომიდან Color Code, რომელიც 10 კომპოზიციას აერთიანებს. ვიდეოკლიპში ანიმაციური ფრაგმენტებისა და ვიდეო კადრების მონაცვლეობით ვიზუალური დინამიკა იქმნება, სადაც კომპოზიციის რიტმი ექსპრესიული გამოსახულებით არის გადმოცემული. სიმღერა კლიპთან ერთად გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც თავის მხრივ საინტერესო განწყობას აყალიბებს. გერმანიაში მოღვაწე ქართველი არტისტი ლიზი გოზალიშვილი 26 სექტემბერს სადებიუტო EP-ს სახელწოდებით Pretty Scars გამოსცემს. ამის შესახებ არტისტმა სოციალურ მედიაში დაწერა. EP 4 სიმღერისგან შედგება, რომელთაგანაც სინგლი Chaos წლის დასაწყისში გამოვიდა. არტისტის თქმით, ამ პროექტში განსაკუთრებული ყურადღება მის შინაგან გაცდებსა და ემოციებს ეთმობა, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა გამოწვევას უკავშირდება. ლიზი გოზალიშვილმა ახალ პროექტზე გერმანიაში პროდიუსერ ტიმ კარტჰაუსთან ერთად იმუშავა. მუსიკოსის თქმით, ბენდის როლი უმნიშვნელოვანესი იყო. თქვენ კი შეგიძლიათ დაელოდოთ მის ახალ EP-ს Pretty Scars. 1975 წელს გამოცემული პატისმითის სადებიუტო ალბომი Horses 10 ოქტომბერს Legacy Recording-ის მიერ ხელახლა გამოვა. ეს იქნება ალბომის 50 წლის იუბილეისთვის შექმნილი ვრცელი ვერსია, რომელიც ორმაგი ვინილის და ორმაგი CD-ის ფორმატში გამოიცემა. Horses არის კლასიკად აღიარებული ალბომი, რომელმაც მსოფლიოს პირველად გააცნო სმითის უნიკალური პანკ პოეზიის სტილი. ახალ გამოცემაში შევიდა თავდაპირველი 8 სიმღერიანი ჩანაწერი, რომელსაც ხელახლა ჩაუტარდა მასტერინგი. გარდა ამისა, დამატებულია აქამდე გამოუქვეყნებელი მასალები და იშვიათი ჩანაწერები. Horses 1976 წელს Billboard 200-ის ჩარტში 47 ადგილს იკავებდა. 2009 წელს ალბომი ASHISH-ის ეროვნულ აუდიო რეესტრში შეიტანეს, ხოლო 2021 წელს Grammy-ის დიდების დარბაზშიც მოხვდა. გარდა ამისა, 4 ნოემბერს სმითი გამოცემს მემუარს სახელწოდებით Breath of Angels, რომელიც გამომცემლობა Random House-ის განცხადებით მისი ყველაზე ინტიმური ნამუშევარია. წიგნში სმითი იხსენებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბავშვობას ფილადელფიასა და სამხრეთ ნიუ-ჯერსიში. ახალგაზრდობას, როდესაც პირველად დაუახლოვდა ხელოვნებას. პანკ-როკის ლეგენდად ჩამოყალიბების პერიოდს და ასევე იმ დროს, როცა ოჯახი შექმნა. 288 გვერდიანი წიგნი არ არის პატისმითის პირველი ლიტერატურული ნამუშევარი. 2010 წელს მან გამოსცა მემუარი Just Kids, რომელიც ფოტოგრაფ რობერტ მეპლტორპთან მის ურთიერთობას ასახავდა. ამის შემდეგ კი ცნობილი წიგნი M Train. სანდრო ბიბიჩკვაჭაძე აკაპელა ვიდეოების ახალი სერია წარადგინა, რომელიც სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციას მოიცავს. ამის შესახებ Billboard Georgia მუსიკოს ესაუბრა. როგორც სანდრო ბიბიჩკვაჭაძე ამბობს, კოლაბორაციულ ვიდეო სერიებზე მუშაობა ცოცხალი პროცესია, სადაც მთავარ მიმართულებას შემოქმედებითი პროცესი და შთაგონება განსაზღვრავს. ამ ეტაპზე ვიდეო სერიიდან უკვე 3 ნამუშევარია გამოქვეყნებული. კოლაბორაცია ქეთათონ ერგაძესთან, ნატუკა ნაცრიშვილთან და ხატია ქორიძესთან ერთად. რაც შეეხება სანდრო ბიბიჩკვაჭაძის დაანონსებულ აკაპელა ალბომს, ნამუშევრის სახელია აკაპელა და მასზე მუსიკოსი უკვე წლებია მუშაობს. ალბომში 6 სიმღერაა შესული. როგორც სანდრო ბიბიჩკვაჭაძე აღნიშნავს, ეს მისთვის ყველაზე პერსონალური და გულწრფელი ნამუშევარია, სადაც თავის ენერგიას სრულად გადმოსცემს. დღეისათვის სულ ეს იყო. მე კი შეგახსენებთ, რომ მუსიკის სფეროში მიმდინარე ყველა სიახლეს ჩვენს ვებგვერდზე billboard.com/GIZA შეგიძლიათ გაეცნოთ, ასევე არ დაგავიწყეთ, რომ გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მე ვარ დინა და გემშვიდობებით 2 კვირით. ნახვამდის.